შეხვედრა 50 წლის შემდეგ ველისიხის საჯარო სკოლის კურს დამთავრებულებმა საიუბილეო თარიღის საზეიმოდ აღნიშნეს. გელა მეგრელიშვილის სიუჟეტი. მეგობრობა გზად და ხიდად. ამ სლოგანით შეხვდნენ სოფელ ველისიხის საშუალო სკოლის კურს დამთავრებულები ერთმანეთს 50 წლის შემდეგ. თანაკლასელები ვაზისა და ღვინის მარან მუზეუმ ნუმისში შეიკრიბნენ. 30-ნი არიან. ყველას თავისი ოჯახი და სამსახური აქვს, მაგრამ სკოლაში დაწყებულ მეგობრობას ხელს ვერაფერი უშლის. 60-იანი წლების დასასრულს დაიბადა ჩვენი თაობა. ჩემი კლასელები, რომლებიც 1956 წელს დავიბადეთ. და შევედით რა ველისიხის საშუალო სკოლაში, მე ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების დასაწყისში თავიდანვე განსაზღვრული იყო ის მისია, რომელიც ამ თაობას ჰქონდა დაკისრებული. მე ვიტყვი, რომ დღეს თუ გადავხედავთ პროფესიონალების პლიადას, რომლებსაც მიჰყავს დემონსტრაცია რომელიღაც დარგში, მაგალითად ფრინალთა საზოგადოებაში, მაგალითად ექიმთა სამყაროში, მაგალითად პედაგოგებში, მაგალითად მუსიკაში. ეს ჩვენი თაობაა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს გამოშვებაში იყო ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები, ზოგიერთი ცოცხლები ვართ, ზოგნი სამწუხაროდ გარდაცვლილები არიან, მე მინდა პატივი მივაგო მათ სულებს. გავიხსენო, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, პროკურატურის თანამშრომლები, სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები, სამედიცინო სფეროში ძალიან ბევრია. ეს ძალიან კარგი ღონისძიებაა, ყველა თulis რომ ეს ძალიან კარგი ღონისძიებაა და თუ აქამდე ვერ ვახერხებით სამწუხაროდ უკეთესია რომ ყოველწლიურად რამაც ძალიან გაგვახარა. გავიხსენეთ მასწავლებლები ერთმანეთი ზოგმა ვერც კი ვიცანით, მაგრამ ბოლო ჯამში რომ გავიხსენეთ, ყველაფერი გაგვახსენდა და სხვებსაც გავუწევთ რეკომენდაციას, რომ რაც ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ თავიანთ აზრებს, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მიხარია, რომ ეს ხალხი მე მოვიძიე, ზოგი სად იყო წასული, ზოგი სად, ყველანაირი ძალა გამოვიყენე, რომ მომეგროვებინა 30 ადამიანი. როცა ერთიამდენი დღეს ცოცხალი აღარ არის. სკოლის პერიოდი ყველას კარგად გვახსოვს. დღეს ჯგუფებათაც კი გადავიღეთ სურათი, ძველი სურათების მიხედვით. აი როგორები ვართ 52 წლის შემდეგ. ადრე ასეთი რამ გავაკეთე მე 4 მეგობარი 40 წლის შემდეგ და აი დღეს გავაკეთეთ ასე 52 წლის შემდეგ. გავიხსენეთ ყველა ის კურიოზი, რაც სკოლის დროს გადაგხვდა. როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და როგორ ეს ყველაფერი სურათებშია აღნიშნული. მადლობა ყველა იმ ორგანიზატორს, რომელმაც დღევანდელი დღე მოგვიწყო. ვულოცავ ყველა ჩემს თანაკლასელს დღევანდელ დღეს. აი იცით რა მოხდა დღეს, ჩვენი ჩავლილი თუ ჩაქროლილი ბავშვობა დაგვიბრუნდა. და მე მინდა გავიხსენო ჩემი უსაყვარლესი არჩილი მღებრიშვილი, რომელმაც სკოლის დამთავრების დღეს პიონერულ ყელსახვევზე წამიწერა შემდეგი სიტყვები. ჩემო ნინო, გავაწლები, შორეულ ნაპირად დარჩება საშუალო სკოლა, ცხოვრების ოკეანის შუაგულში, როდესაც მოხვდები, არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ადამიანად გზრდიდნენ და ადამიანი ხარ. მთელი ჩემი ცხოვრება ნამდვილად სულ ფიქრობდი, სულ მინდოდა რომ ეს სიტყვები განმეხორციელებინა და ჩემი აზრით ალბათ განულა ჩემი ცხოვრება ისე რომ არჩილი მღებრიშვილის სიტყვები პირნათლად შევასრულე. შეხვედრა 50 წლის შემდეგ ეს იყო მოგონებების, მოფერების ზეიმი, რომელსაც გარდასულ დღეთა არ დავიწყება ჰქვია სახელად.